ეს თურქეთისთვის კარგი დასაწყისია გადამწყვეტ ნატოს სამიტზე. ვაშინგტონსა და ანკარას შორის მეგობრობა აშკარად ჩანს მთელ მსოფლიოსთვის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ განიხილავს ანკარასთვის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაყიდვას, მიუხედავად კონგრესის აკრძალვისა. აშშ-ის ლიდერმა ეს კომენტარები გააკეთა პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან ერთად სამშაბათს ორდღიანი სამიტის დაწყებისას თურქეთის დედაქალაქში. ეხლა 2020 წელს ვაშინგტონმა თურქეთს სანქციები დაუწესა რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო. ასევე ანკარა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამიდანაც ამოიღეს, რასაც თურქეთმა მაშინ უსამართლო და უკანონო ნაბიჯი უწოდა. ეხლა სამიტის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუ აფრთხილებს F-35-ების გაყიდვის წინააღმდეგ და ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. თურქეთი არის რეჟიმი, რომელიც მუსლიმთა საძმოს გავლენით არის ინფიცირებული. ეს არის რადიკალური მოძრაობა, რომელიც სკანდირებს სიკვდილი ამერიკას. ეხლა მოდი ჯერ მოვუსმინოთ კიდევ უფრო მეც ამერიკის ლიდერისგან, როცა ის აქებს თურქეთის ერთგულებას. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს შემიძლია გითხრათ, ბევრ ადამიანს, მათ შორის აქ მჯდომებსაც. გონია იცით, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან და თურქეთი ბევრ შემთხვევაში უფრო ერთგული იყო, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც გვეგონა, რომ ერთგულები იქნებოდნენ. დიახ, ეს ნამდვილად ისაა, რასაც გავითვალისწინებდით. ეს შესანიშნავი თვითმფრინავია. ეს საუკეთესოა, ამჟამად აშკარად საუკეთესო თვითმფრინავია. და ეს ნამდვილად ისაა, რასაც გავითვალისწინებთ. დიახ. და სულ რამდენიმე წუთის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი შეშფოთება თურქეთის მიმართ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა CNN-ს განუცხადა. F-35-ის გამანადგურებლების ანკარასთვის მიყიდვა გაანადგურებს ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში. მოусმინეთ. ეს არ არის ძალა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. და თუ ესეთ რადიკალურ რეჟიმს მისცემთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამერიკას უღიმის, ან საჭიროების შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს უღიმის, როცა მათ ამ ძალას აძლევთ, მის შემდეგ აგრესიას იხილავთ. მე ამას არ გავაკეთებდი. დამატებითი რეაქციისთვის სასიამოვნოა მივე სალმო, აშშ საზღვაო ძალების გადამდგარი კაპიტანი გარი ტაბახი, ნატოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი მეთაური, რომელიც ახლა კიევიდან, უკრაინიდან გვიერთდება. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. აქ რამდენიმე საკითხია განსახილველი. დავითხოვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპით, რომელმაც განაცხადა, რომ მან თურქეთს არ მისცა უფლება დაესხას ისრაელს და მან მაღალი შეფასება მისცა რეჯეფ თაიპ ერდოღანს. როგორც მოვისმინეთ, მას მეგობარს უწოდებს და აქებს მის ერთგულებას. თუ ის მართლაც მისცემს მწვანე შუქს F-35-ების ანკარასთვის მიყიდვას, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს? რას ფიქრობთ? პირველ რიგში მადლობა მისალვინ, რომ დამპატიჟეთ, ყოველთვის სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა 2019 წელს დაიწყო სანქციების დაწესება F-35-ების თურქეთისთვის მიყიდვაზე. და შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაატარა აშშ-ის კონგრესში, რომელიც ახლა საპირისპირო მიმართულებას მიიღებს. ის მხოლოდ ამბობს, რომ განიხილავს ამას. ანუ რა უნდა გააკეთოს. ის ცდილობს შეთანხმებების მიღწევას. ის აკეთებს შეთანხმებას, რომელიც ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თურქეთს მოუწევს რაღაცის გაკეთება. რომ ეს იყოს სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის ან ისრაელისთვის, თუ ისინი ამას გააკეთებენ, თუ ის განიხილავს და თუ დაარწმუნებს კონგრესს, რომ შეცვალონ ის, რაშიც 2019 წელს დაარწმუნა ისინი, რომ გაეკეთებინათ იარავის გაკიდვის წინააღმდეგ. F-35-ის ასევე იცით ერთი გამონათქვამია და ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი ამის ძალიან კარგი მაგალითია. უნდა ყავდეს მეგობრები ძალიან ახლოს, მაგრამ დრები კიდევ უფრო ახლოს. ასე მუშაობდა პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ, სულ თავიდანვე ამ საკითხთან დაკავშირებით. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, თურქეთმა რაღაც გააკეთა. ის არ აკონკრეტებს, რა გააკეთა თურქეთმა ჩვენთვის. ანუ ირანს არ დაეხმარა, როცა ჩვენ მათ დავარდგეთ. სხვა ნატოს მოკავშირეებისგან განსხვავებით, ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი შეგუშალეს და ზიანი მოგვაყენეს ჩვენს ომში ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, F-35, ვფიქრობ, ეს პოლიტიკოსების საუბარია, გულწრფელად რო გითხრათ.
დიახ, და მთელი ჩემი პატივისცემით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ის ესაუბრება ისრაელის მოქალაქეებს და თავის ამომრჩევლებს, რაც მათ აღაგზნებს. და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრება ამერიკელ ამომრჩევლებს, ხალხს, ამერიკელ ხალხს, რადგან F-35 ისრაელის გარეშე ვერ იფრენს. ეს ასე მარტივია. არსებობს ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ისრაელში მზადდება F-35-ისთვის ელექტრონიკა. ჩაფხუტისთვის ძირითადი კომპონენტები. და არ ვიცი იცით თუ არა ეს, F-35-ის ფრთები ისრაელში მზადდება. ასე რომ ეს თვითმფრინავი ვერ იფრენს ჩაფხუტის გარეშე, ელექტრონიკის გარეშე და რა თქმა უნდა, ფრთების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, თუ F-35 ოდესმე გაიყიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ განიხილება, შეთანხმების საჭიროება არ არსებობს. თუ ოდესმე თურქეთს მიყიდიან, თურქეთს მოუწევს ისრაელის მიმართ კეთილგანწყობილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თვითმფრინავი ვერ იფრენს. დიახ, ეს ნამდვილად იქნებოდა შეშფოთების მიზეზი ისრაელში, რადგან მართალი ხართ, პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რის თქმაც თავიანთი ამომრჩევლისთვის სჭირდებათ. ისინი იღიმიან, ხელს ართმევენ და კამერების წინ დგანან, როცა ეს სჭირდებათ. ამავე დროს ისრაელში ნამდვილად არსებობს შეშფოთება იმ მისწრაფებების გამო, რაც თურქეთს აქვს. და ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოვისმინეთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აგრესიული მისწრაფებები აქვს, რაც აშკარად მის სიტყვებში შეშფოთებას გამოხატავს. ის ამბობს, რომ ესეთი გაკიდვა ეხლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს. შეიძლება გავიგოთ ეს შეშფოთება, თქვენი აზრი, თქვენი პერსპექტივა. როდიდან გახდა ისრაელი ამაზე ასე შეშფოთებული? ისევ ყოველთვის არსებობდა ეს ბალანსი. თქვენ გარშემო 9 მილიარდი არაბია. ისრაელში ბევრი რამ გაქვთ მოსაგვარებელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. F-35. ეს არ იქნება მთავარი ფაქტორი, რომელიც დისბალანსს შექმნის, იცით? მე 3 წელი თურქეთში მსახურობდი, როცა ანტიტერორისტულ ცენტრში, ნატოს ანტიტერორისტულ ცენტრში მეთაური ვიყავი. არა, ეს ბალანსი არ იქნება. და თურქეთს არ აქვს საზღვარი ისრაელთან. ბოდიში ისრაელთან, არა უკრაინასთან. ეს ფროიდული შეცდომა. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს არჩევნების წინ. 35 მეორე პირველ რიგში ეს განიხილება. ასე რომ პრეზიდენტი ტრამპიც მანევრირებს და ამბობს, მოისმინე. თუ კარგად მოიქცევი, შაბათ-კვირას ზოოპარკში რო წაგიყვან, ნატყინცაც გიხიდი. ეს არ ნიშნავს, რომ ის ამას მათ მისცემს, რადგან კიდევ ერთხელ ეს პრეზიდენტ ტრამპზე არ არის დამოკიდებული. ეს ჩვენს კონგრესზეა დამოკიდებული, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა 2019 წელს ეს კონგრესში გაატარა. ასე რომ ბოლოს შეიძლება თქვას, მოისმინე ერდოღან, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. მიყვარხარ კაცო, შენ ჩემთვის ბევრი გააკეთე. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, ხომ იცი? მაგრამ კონგრესი და დემოკრატები არიან, ისინი ისეთი საშინლები არიან, იცი, ეს საშინელებაა. კარგი, უბრალოდ რო დავაზუსტო, ერდოღანის შეხედულებები ისრაელზე და კონკრეტულად ისრაელის პრემიერ-მინისტრზე არ არის საიდუმლო. რა თქმა უნდა, ასევე თურქეთის კავშირები ჰამასთანაც წარმოადგენს შეშფოთების საგანს. და რა თქმა უნდა, ისრაელი ერთდროულად რამდენიმე რეგიონიდან ექვემდებარება ეგზისტენციალურ საფრთხეებს. ასე რომ შეშფოთება ნამდვილად საგრძნობია. თქვენ ახსენეთ, რომ ამჟამად უკრაინაში იმყოფებით. და ჩვენ ვიცით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც ასევე თურქეთშია. უკრაინის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მოკავშირეებს კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდა. იქ, სადაც თქვენ იმყოფებით, რომ დაიცვან იგი რუსეთის თავდასხმებისგან, ისეთებისგან, როგორიც იყო ის, რაც ამ სამიტის წინასაღამოს ვიხილეთ. როგორც იცით, იქ ადგილზე არსებული ინფორმაცია რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ იქიდან, რამდენად გადაუდებელია ახლა კიევში დახმარების საჭიროება. იქ ნამდვილად საჭიროა მათი ოჯახების დახმარება. მათი მთელი ოჯახები მთლიანად იხოცება, ძალიან დიდი განადგურებაა და ეს ნამდვილი ტერორია. გულისხმობ, ისრაელის მოსახლეობას არ სჭირდება აუხსნა რა არის ტერორისტული თავდასხმები, მაგრამ მათ მოსახლეობა უბრალოდ ტერორის ქვეშაა და მათ კლავენ. ბევრ ადამიანს, ბევრ უდანაშაულო ადამიანს და მთელ ოჯახებს ხოცავენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპელმა მოკავშირეებმა, თურქებმა არაბმა მოკავშირეებმა, რომლებიც სპარსეთის ყურეში ყავს, მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ირანის ომის გარდა კიდევ ერთი ომი მიმდინარეობს. და ეს გლობალური ომია და ეს არის უკრაინა. ეს გლობალური ამბავია. ეს მხოლოდ
ისრაელს და ირანს შორის, ან ჩვენსა და ირანს შორის, ან უკრაინას და რუსეთს შორის არ არის. და ჩვენ ამას ვხედავთ. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხშირად პრეზიდენტი ტრამპი უსამართლოდ აკრიტიკებენ. მინიმუმ ვგულისხმობ, თუნდაც 1 წლის წინ ისრაელში ჰამასთან და ღაზასთან დაკავშირებით, როგორ გაკავებენ ხელებს ზურგს უკან და არ გაძლევენ საშუალებას საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. და ახლა ვხედავთ ჰამასთან დაკავშირებით და როგორ მივიწევთ წინ იქ, იგივეა ლიბანთანაც. ამას ხედავთ უპრეცედენტოდ. ლიბანი ავიარებს ისრაელის არსებობის უფლებას, მაგრამ ისრაელი იძულებულია დაიცვას თავი ლიბანის ტერიტორიაზე და მასთან ხელშეკრულებები იდება. ასე რომ ყველა ის რამ, რისთვისაც პრეზიდენტი ტრამპი წინასწარ უსამართლოდ აკრიტიკებენ და დასცინიან, მაგალითად, ეხლა კარგი ამბობენ, რომ ის F-35-ის ყიდის. სინამდვილეში ის ძალიან შორსაა F-35-ის გავიდვისგან, მაგრამ შეიძლება ამას სათუარად იყენებდეს. და კიდევ არის კიდევ ერთი პრობლემა. ეს არის უკრაინა. უკრაინა ძალიან იტანჯება და უკრაინელი ხალხი ძალიან იტანჯება. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ნატოს სამიტის დროს გარკვეული ყურადღება ირანის პრობლემიდან გადაიტანება. და ყურადღების ნაწილიც უკრაინას დაეთმობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გლობალურია. ეს საერთო ბრძოლაა. ერი ერთია. სამწუხაროდ უკრაინაში, ისრაელში, ჩინეთში, რუსეთში ამას ვერ ხედავენ. ყველას საერთო მტერი გვაქვს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება. კიდევ ერთხელ, მას ომები არ მოსწონს. დაველოდებით, რა შედეგი ექნება სამიტს. პენსიაზე გასული კაპიტანი გარი ტაბახი პირდაპირ ეთერში კიევიდან. მადლობას გიხდით თქვენს დროსა და კომენტარისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გმადლობთ, ნახვამდის. ეხლა კი ამ ყველაფრის გასაშიფრად სტუდიაში მივესალმებით უსაფრთხოების ანალიტიკოს იაკოვ ლაპინს, როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანს და იაკი დაიანს, ისრაელის ყოფილ კონსულს ლოს-ანჯელესში. ბატონებო, დიდ მადლობას გიხდით ორივეს. ბევრი თემაა განსახილველი, მაგრამ მინდა იაკი თქვენით დავიწყო. კადრები, სადაც დონალდ ტრამპი რეჯეპ თაიპ ერდოღანის ერთგულებასა და ძალას აქებს. როცა ამ სურათებს ვუყურებთ, შეიძლება ეს კამერისთვის ღიმილი იყოს. შეიძლება კულისებში რაღაც ხდება, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვიგებთ. რა გაწუხებთ, როცა ახლა ანკარიდან გავცელებულ ამ სურათებს უყურებთ? დიდი შეშფოთება, ვფიქრობ, ერდოღანი რეგიონში ისლამურ ფუნდამენტალიზმს, კერძოდ კი მუსლიმთა საძმოს წარმოადგენს. ის ნამდვილად ის არის ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისა და სხვა ტერორისტების ცენტრი, რომლებიც თურქეთის გავლით ყველაფერს გეგმავენ. ისინი ნამდვილად მოუწოდებენ ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას, ის ძალიან ნეგატიურ როლს ასრულებს. და ეს არის ერთგვარი ღერძი, რომელიც ყატართან და სხვა ქვეყნებთან ერთად შეიქმნა. მაგრამ ტრამპს რაღაც სახის სიმპათია აქვს ერდოღანის მიმართ. ეს ჩვენ ვიცით. და ერდოღანმა ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა ჰამასთან შეთანხმების მიღწევაში, ასევე ირანელებთან შეთანხმების მიღწევაში. ამიტომ ის ძალიან აფასებს ერდოღანს. სურს ამისთვის მადლობა გადაუხადოს, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთის არასწორი აღქმისა და გაუგებრობის ნაწილია. მახსენდება, როგორ თქვა ტრამპმა, აშარამ უნდა შევიდეს ლიბანში და იქ წესრიგი დაამყაროს. ეს ახლო აღმოსავლეთის გაუგებრობის ნაწილია. ეხლა ერდოღანი ძალიან ნეგატიურ როლს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ F-35-ის შეთანხმება არ განხორციელდება. დავოთ, მას სერიოზული შეზღუდვები აქვს კონგრესში, რადგან თურქებს აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400, რომელიც რუსებისგან შეიძინეს. ასე რომ, კონგრესის მხრიდან არსებობს შეზღუდვები. ამიტომ ძალიან გაუჭირდება ტრამპს ამის შეცვლა კონგრესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეიძლება ძალიან მალე დაკარგოს კონტროლი კონგრესზე. და ეს შეთანხმება მანამდე კონგრესში ნამდვილად არ შევა. და უფრო მეტიც გვახსოვს, რომ აბრაამის შეთანხმებების შემდეგ ტრამპმა F-35-ის მიწოდება დაფირდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მაგრამ არაფერი მოხდა. ისინი ჯერ კიდევ ველოდებიან თვითმფრინავების მიღებას. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეთანხმება არ შედგება, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპი ერდოღანის გვერდით მხარ დგას. ეს არის ერთგვარი პროექცია პრობლემისა ახლო აღმოსავლეთში და იმ სისუსტის, რომელსაც ამჟამად აჩვენებს შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში.
იქნება ეს კატასტროფული შეთანხმება ირანელებთან, თუ არა შეთანხმება, არამედ გაუგებრობის მემორანდუმი, როგორც ჩვენ უწოდებთ მას, და სხვა საკითხები, ეს არ არის კარგი დრო. მაგრამ ტრამპი, როგორც ტრამპი, იმედია შუალედური არჩევნების შემდეგ კურსს შეიცვლის. შემდეგ ის შეცვლის თავის კურსს ირანელების მიმართ და ამას გავლენა ექნება მთელ რეგიონზე. ამიტომ ამჟამად ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი გზა, მაგრამ ახლო მომავალში, ახლო აღმოსავლეთში შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. ისრაელის პერსპექტივიდან ამ ყველაფრის ყურებისას, მიუხედავად იმისა, შეთანხმება შედგება თუ არა, ძალიან ნათელია, როგორ უყურებს დონალდ ტრამპი ამ მოკავშირეს. რაც შეეხება რეჯეფ თაიფ ერდოღანს, როგორ ხედავს ის ამ პოზიტიურ ურთიერთობას, იმ დროს, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამერიკულ ტელევიზიაში ამბობს, რომ ასე სწრაფად არ უნდა მოხდეს ყველაფერი. დიახ, ნახეთ, ვფიქრობ, თურქეთმა და ერდოღანმა მართლაც მოახერხეს ერთგვარი თაღლითური მარკეტინგული ხრიკის ჩატარება, როცა თავი წარმოაჩინეს როგორც სანდო და ძლიერი ნატოს მოკავშირე. რა ტიპის ნატოს მოკავშირეა, რომელიც ჰამას მასპინძლობს? ეს იგივე იქნებოდა როგორც ნატოს მოკავშირე, რომელიც მასპინძლობს ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას და ელოდება, რომ აშშ-ში მივიდეს და პატივი მიაგოს ამას. ეს ოთხასები და ის ფაქტი, რომ მათ აქვთ ეს რუსული სისტემები, რაც რუსებს საშუალებას აძლევს მიიღონ ფარული მონაცემები ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების რადარებიდან. უბრალოდ ის იდეა, რომ გაპიდო ქვეყანას, რომელმაც შეიძინა ეს მოწინავე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც სპეციალურად F-35-თან გასამკლავებლადაა შექმნილი, მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა პენტაგონის ხელმძღვანელებს ღამით ძილს დაუკარგავდა. ამის საჯაროდ თქმა გარკვეულწილად ამერიკის პოზიციისთვის სოფლიოში დამამცირებელია. და კიდევ უამრავი სხვა საკითხია, იაკიმაც ამაზე ისაუბრა, რომლებიც პრობლემურია. თურქეთის ზეწოლას ახდენს საბერძნეთზე. ზეწოლას ახდენს კვიპროსზე. არ არის დამთხვევა, რომ ბოლო დღეებში გავიგეთ ისრაელისა და საბერძნეთის საჰაერო ძალების წვრთნის შესახებ კრეტაზე. სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო საწვავგამამართი თვითმფრინავები ეხმარებოდნენ ბერძენ-მფრინავებს, რომ ესწავლათ შორ მანძილზე დარტყმის ოპერაციების შესრულება. ეს ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ როგორც ისრაელი, ისე საბერძნეთი თავს ერთსა და იმავე ქვეყნისგან საფრთხის ქვეშ გრძნობენ. ასე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვუყურებთ სუნიტურ რადიკალურ ძალას, რომელიც ცდილობს გახდეს ახალი ოსმალეთის იმპერია. ის ცდილობს მრავალი თვალსაზრისით შეავსოს ის ვაკუუმი, რომელიც ირანულმა შიიტურმა ღერძმა დატოვა, ამავდროულად სარგებლობს იმუნიტეტით და ნატოს მთავარი წევრის სტატუსით. და არავინ გარდა ისრაელისა არ ამხელს მათ ამაში. ამიტომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისრაელი საჯაროდ ამხელს მათ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებს იგივე შეშფოთება არ აქვთ. არსებობს არაბული ქვეყნები, რომლებიც თურქეთის როლით შეშფოთებულნი არიან და ისინი ამაზე ბევრად უფრო ჩუმად საუბრობენ, როგორც ეს მათ ჩვევაშია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლახან ჩამოვიდა ისრაელში მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საფუძველზე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ისრაელში გამგზავრება ნატოს სამიტზე წასვლამდე, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს გამოეხატა. და უბრალოდ ამას ვიტყვი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამას ველოდებით დასავლეთის ლიდერებისგან. და ბოლოს, რასაც აქ ვიტყვი, ისაა, რომ საქმე მხოლოდ F-35-ებში არ არის. არსებობს გაცილებით უფრო რეალური შეთანხმება, რაც რეაქტიული ძრავების გაყიდვას ეხება. ეს ეწოდება F-110 რეაქტიული ძრავები, რომლებსაც თურქეთი სურს გამოიყენოს საკუთარი ადგილობრივად წარმოებული განის საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივად წარმოებისთვის. ის ამ ძრავებს ინდონეზიასა და სხვა ქვეყნებსაც ყიდის. თურქეთი ავითარებს მრავალმილიარდიან თავდაცვის ინდუსტრიას, მოწინავეს. ის აშენებს რაკეტებს, აშენებს ფრთოსან რაკეტებს, აშენებს დრონებს. და ისრაელმა ძალიან ფხიზლად უნდა იმოქმედოს, რომ ეს ტექნოლოგია სირიაში არ აღმოჩნდეს, რომელიც სწრაფად იქცევა თურქეთის მარიონეტად.